სამეცნიერო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს უფროს დავით კვებახიძეს ჩვენთან სტუდიაში მოგესალმებით ბატონო დავით მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის ხვალ არის რეინჯერთა მსოფლიო დღე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი არის რეინჯერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აი არ არის დიდი ხანი რაც ამ სამსახურის რეფორმირება მოხდა პირველ რიგში რომ გითხრათ ამ რეფორმირების შედეგი როგორია დღეს დიახ ზოგადად რეინჯერების კუთხით დაცული ტერიტორიების სააგენტო ასე ვთქვათ, ამ მიმართულებას უზრუნველყოფს, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებულად. ზოგადად საქართველოში ქვეყანაში დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მაგალითად ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ეს დაცული ტერიტორიების მიმართულებით რეინჯერის პოზიცია შეიძლება ითქვას შედარებით თანამედროვე პოზიციადაც ითვლება და ანუ რეინჯერთა დღე უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დაცული ტერიტორიებისთვის, იმიტომ რომ რეინჯერების როლი უმნიშვნელოვანესია ამ დაცული ტერიტორიების მართვაში, მათ შორის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით, დაცვის კუთხით, აღდგენის კუთხით და ასე შემდეგ. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო ემზადება ამ დიდი დღისთვის, რეინჯერთა დღისთვის, საქართველოში 4 ლოკაციაზე, მათ შორის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, ალგეთის ეროვნულ პარკში და სათაფლიაზე აღნიშნავს ამ ღონისძიებას, აწყობს რაღაც ღონისძიებას, სადაც იქნებიან რეინჯერები, იქნება გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი და ველოდებით. აი როგორ ხორციელდება თვითონ მონიტორინგის პროცესი, რომ მოამბობთ საზოგადოებას? დიახ, მონიტორინგი ერთ-ერთი ურთულესი პროცესია და უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნებაზე აუცილებლად უნდა გქონდეს ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია, რათა სამომავლო დაიგეგმოს ღონისძიებები. მონიტორინგისთვის არსებობს როგორც ტრადიციული მეთოდები, პირდაპირი დაკვირვება, ასევე გვაქვს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის თუნდაც უახლოესი ტექნოლოგიების კუთხით თერმული დრონით მონიტორინგი, ასევე გვაქვს smart ტექნოლოგიებით მონიტორინგი, ფოტოხაფანგით მონიტორინგი და ასე შემდეგ. ნუ მონიტორინგი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, გააჩნია რა სახეობას ვაკვირდებით, რა პერიოდში ვაკვირდებით და აღნიშნული შესაბამისად გეგმავთ შესაბამის ღონისძიებას. აი ეხლა ზაფხულია და განსაკუთრებით ერთ-ერთი მწვავე საკითხია ტყეში ხანძრების მიმართულება. აი ამ ხრივ რა გვაქვს, როგორია კულტურა უკვე ამ მიმართულებით და რეინჯერების მოქმედება. მადლობა ძალიან აქტუალურ საკითხს შეეხეთ. რა თქმა უნდა, ტყის ხანძრები ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია ამისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის ცოცხალი ძალის და ადამიანური რესურსის გამოყენებით დავამატეთ გარკვეული შტატები ამ ხანძარსაშიშ პერიოდში რეინჯერთა რაოდენობა გაიზარდა ამ ხანძარსაშიშ უბნებზე, სადაც ტყის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკებია, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით დაუნერგეთ ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში აბასთუმნის მონაკვეთზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კამერები, რომლებიც 360 გრადუსით მონიტორინგს აწარმოებენ 24 საათიან რეჟიმში და ხელოვნური ინტელექტი ახდენს კვამლის დეტექციას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ძალიან მალე მოვახდინოთ რეაგირება და თუ იქნება ესეთი შემთხვევა, დაწყებით ფაზაზევე მოხდეს, ასე ვთქვათ, შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი ჯგუფის მისვლამდე შესაძლოა დრონებით მოხდეს მისვლა, რომ ზუსტად გქონდეს ინფორმაცია თუ რა მონაკვეთზეა, რა წერტილზეა, დაახლოებით როგორი სიტუაციაა, საავტომობილო გზა უდგება თუ არ უდგება და ანუ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება, რაც უმნიშვნელოვანესია ხანძრის ქრობის პროცესში. ნებისმიერ მიმართულებას სჭირდება პროფესიონალი ამა თუ იმ სფეროში, ხო ესე აი თქვენ ახლა რადგან საუბრობთ თქვენი პროფესიის გამოწვევებზე, ასევე რა დანიშნულებაზე, რამდენად მოთხოვნადია ზოგადად ეს მიმართულება? დიახ, ზოგადად ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის ქვეყნებს რომ შევხედოთ, რეინჯერის ვაკანსია, ესე ვთქვათ, როცა ცხადდება ხოლმე ძალიან მოთხოვნადია და ზოგ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაც არის. იმიტომ რომ მეც მაგალითად მყავს მეგობრები, რომლებიც მეუბნებიან ისეთ სასიამოვნო საქმეს ახორციელებენ რეინჯერები, სრულიად ესე ვთქვათ, ანაზღაურების გარეშე სიამოვნებით შევასრულებდიო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ურთულესი საქმეა, ძალიან დიდი რისკია ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ რთულ კლიმატურ პირობებში, რთულ რელიეფზე 24 საათიან რეჟიმში უწევთ, ესე ვთქვათ, გადაადგილება, პატრულირება, მონიტორინგი ეს სპეციფიკური ცოდნაც ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ამას სპეციფიკური ცოდნა ჭირდება, საბედნიეროდ არის დაინტერესება მათ შორის ახალგაზრდებშიც, მათ შორის რა თქმა უნდა იმ ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან თუ რა არის ამ ტერიტორიაზე საჭირო, როგორ უნდა განახორციელონ მონიტორინგი, დაკვირვება, გამომდინარე იქიდან რომ მათ ტრადიციული ცოდნაც აქვთ, ასე ვთქვათ, იმ ტერიტორიების და შესაბამისად ყოველწლიურად უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, აქტუალური ხდება ამ კუთხით ამ მიმართულებით დასაქმება და ჩვენც
დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად ზრუნავს რეინჯერებზე გარკვეულწილად აუმჯობესებს აღჭურვილობას როგორც უნიფორმებს, ასევე ტექნიკის კუთხით, მათ შორის ავტომობილის კუთხით, კვადროციკლების კუთხით და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი დავით გობახიძე იყო ჩვენი სტუმარი.